აი ასეთი საოცარი დონატები უნდა მოვამზადოთ დღეს. ეს პატარა ბურთულები განსაკუთრებულად გემრიელია. გამოცდილი რეცეპტი მაქვს და თამამად მოამზადეთ. ამოვავლებთ შაქრის გლაზურში, რაც განსაკუთრებულად გემრიელს ხდის. მომზადების ტემპერატურის რეჟიმს თუ დაიცავთ, თითქმის უცხიმო მშრალი დონატები გამოდის. მოსამზადებლად დოზები უნდა ავწონოთ, თასში მოვათავსოთ ნელთბილი 240 მილილიტრი რძე. ვამატებ 1 ჩაის კოვს შაქარს, 2 ჩაის კოვს მშრალ საფუარს. მოვურიოთ, დავაფაროთ და დავდგათ 10 წუთი გასააქტიურებლად. საფუარი რო ცოტა გააქტიურდება, დავამატოთ 2 ცალი კვერცხი. მაქვს M კატეგორიის პატარა ზომის კვერცხები. ცოტა ესე გავთქვიფოთ და დროებით გადავდგათ კვერცხზე. გავცრათ 500 გრამი ფქვილი. ვამატებ 1/3 ჩაის კოვს მარილს. გადავდგათ ესაც კვერცხზე დროებით. თასში მოვათავსოთ 85 გრამი კარაქი, რომელსაც შევდგამ მიკროტალღოვანში, რომ კარგად დარბილდეს, ან თავიდანვე დადგით თბილ ადგილას. დავამატოთ 50 გრამი შაქარი. დავამატებ რძეს გააქტიურებული საფუარით და 2 კვერცხით. ასევე ვამატებ 500 გრამ გაცრილ ფქვილს. ჯერ კოვზით მოურევ თასში, შემდეგ გადმოვიტან ფქვილიან დაფაზე. მოსაზელად დამატებით გამოვიყენებ 40-50 გრამ ფქვილს. თქვენ დააკვირდით თქვენ ცომს და თუ საჭიროა გამოიყენეთ დაახლოებით ამდენივე ფქვილი. ძალიან ბევრი ფქვილი არ დაამატოთ, არ არის საჭირო, ცომის ზელვაში თვითონ გამოვა. ცომი უნდა იყოს კარგად მოზელილი. ცომს დროდადრო ესე გადავამოწმებ, რამდენად ელასტიური გახდა. უნდა გქონდეს პრიალა და ელასტიური ცომი. ცოტას კიდევ გადავზელავ, ამოვაგუნდავებ, უნდა მივიღოთ აი ასეთი ელასტიური რბილი ცომი. ხელის დაჭერით უნდა ამოდიოდეს. მოვათავსე ზეთ წასმულ თასში და ზემოდანაც წავუსვი ზეთიანი ხელი. გავუკეთოთ საჰაერო, დავაფაროთ და დავდგათ თბილ და მყუდრო ადგილას. ამოსასვლელად შეიძლება დასჭირდეს 1 საათი, საათნახევარი, თუმცა უნდა დააკვირდეთ ცომს, რომ 2.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს. ცომი გადმოვიტანეთ ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე, ნახეთ როგორი საოცარი ცომი გამოდის, ძალიან კარგი რეცეპტია. გავათხელოთ, ვათხელებ სათხელებლით, მივცეთ მრგვალი ფორმა და ვათხელებთ სანტიმეტრ-ნახევრამდე. თუ დონატების ფორმა არა გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ასეთი მრგვალი ფორმები, შუაგულს კი ამოუჭრით ამ კრემის გასაფორმებლით. ჩემი დონატების ფორმა არის 9 სანტიმეტრის სიგანისა. ვჭრით სათითაოდ, ცომი ხელით მოვსინჯოთ რამსისქია და ცოტა ჩავათხელოთ ხოლმე. დონატების ეს პატარა მრგვალებიც გადავინახე, მე ამეებსაც გამოვაცხობ. ამოჭრილი დონატები დავალაგოთ სწორ ზედაპირზე, გამომივიდა 14 დონატი, დავაფარე ქაღალდი და ასე დავტოვებ, დავასვენებ. დარჩენილი ცომისგან შემეძლო დონატები ამომეჭრა ისევ, თუმცა მე ასეთი პატარა ბურთულები გავაკეთე. სანამ დონატები ისვენებს, მოვამზადოთ შაქრის გლაზური. 180 გრამი შაქრის ფხვნილი მოვათავსოთ თასში, ვამატებ 45 მილილიტრ რძეს. დავამატოთ ვანილი. გავთქვიფოთ კარგად, აი ესეთი წვრილი ძაფივით რო იღვრებოდეს, უკვე საკმარისია. დავაფაროთ და გადავდგათ კვერცხზე. ამ დროისთვის ზეთი უკვე შემოდგმული მაქვს და ცხელდება. ზეთი უნდა გავაცხელოთ კარგად ნელ ან საშუალო ცეცხლზე. გამოვიყენე 500 მილილიტრი ზეთი დაახლოებით. რამდენად საკმარისად არის ზეთი გაცხელებული, ჩავაგდებ ცომის ბურთულას. უნდა ამოტივტივდეს და ბუშტულები გამოუშვას, შეწვა უნდა დაიწყოს. ასე შევამოწმებ ზეთის მზაობას, ამოვალაგებ ბურთულებს. დონატები ავიღოთ ფრთხილად, რომ ფორმა არ დაუკარგოთ. ჩავალაგოთ ზეთში, ასევე ფრთხილად, იმიტომ რომ ზეთი ცხელია. ჩავდებ მეორესაც, აქ სამივე დამტეოდა, თუმცა ვიდეოთ გადაღების გამო მესამე აღარ გავრისკე. გამოდბებით თავზე უნდა ვედგეთ და ამოვატრიალოთ, ესე ვნახოთ
ქვემოდან რამდენად არის შემწვარი. არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად დაბალი ან საშუალო ცეცხლი უნდა გქონდეს. არ უნდა შეიწვეს უცებ. შიგნითაც უნდა კარგად გამოშრეს, გამოცხეს ცომი. ცალ მხარეს კარგად რო შეფერიანდება, ამოვატრიალოთ. და დავდოთ სამზარეულოს ქაღალდზე, რომ ზეთი შეიშროს. ისედაც ძალიან ცოტა ზეთი მოაქვს, ზეთი რაც ჩავასხი იგივე რჩება. ასე გამოვაცხოთ სულ ყველა დონატი და ბოლოს ჩავყრი ამ ბურთულებს. ბურთულები გამუდმებით ვურიოთ, რომ თანაბრად შეწითლდეს ყველგან, შეფერიანდეს. ესენიც კარგად უნდა გამოშრეს, გამოცხვეს. ამათაც ამოვალაგებ სამზარეულოს ქაღალდზე. როგორც ხედავთ, ზეთი იმდენივეა, რაც ჩავასხი, ასე სწორად გაცხელებული და სწორად შეწვით, დონატებს ზეთი თითქმის არ მიაქვს. ჭამის დროსაც დონატი სულაც არ არის ცხიმიანი და საერთოდ არ ეტყობა თუ ზეთშია შემწვარი. ნახეთ, როგორი სასწაული დონატები მოვამზადეთ. ეს რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნეთ, მეგობრებსაც გაუზიარეთ, ვიდეო მოიწონეთ და თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. ხელში დონატი არის საოცრად მსუბუქი, გლაზურში ამოვლება მას უფრო მეტად აგემრიელებს. ამოვალოთ გლაზურში ესე სათითაოდ და დავალაგოთ რკინის ბადეზე. გლაზური მალევე გამაგრდება და სარკესავით ხდება. აუცილებლად მოამზადეთ და ველოდები კომენტარებს, როგორ მოგეწონათ დონატები. როგორი მარტივი რეცეპტია და როგორი გემრიელი. ყველა დონატს რო ამოვავლებთ გლაზურში, ბოლოს ჩავყაროთ ეს ბურთულებიც და ამოვავლოთ ესენიც. აი უნდა გაჩვენოთ ეხლა დონატები შიგნით როგორი გამოვიდა. ნახეთ, როგორი ძალიან ფაფუკია, ნახეთ, როგორი საოცარი სტრუქტურა აქვს შიგნითაც. სრულიად გამომშრალი და ფორებიანია. სანამ ფოტოებს ვიღებდი, ეს პატარა ბურთულები სულ შემომეჭამა. მე ძალიან მიყვარს და თქვენც გირჩევთ, რომ გამოაცხოთ და დააგემოვნოთ. მე კი თქვენ ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.